რომ სააკაშვილი არის სააკაშვილი დამნაშავეა. ყველაფერი იმას, რაზეც არის ეჭვი. ზოგი ისვენებენ ევროპაში, ზოგი ვიღაცას კონსტიტუციას უწერენ, ზოგი იმალება, მაგრამ ფაქტია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის მიერ დღეს გაკეთებულმა განცხადებამ აბსოლუტურად მოხფინა ნათელი ქართული ოცნების პოლიტიკურ ნებას, რათა ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი გაათეთროს, გარეცხოს და შეინარჩუნოს როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა. ბატონებო, ჩვენ ვცდილობდით გამართლება მოგვეძებნა იმისათვის, რაც ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის აღშფოთებას და გაკვირვებას იწვევდა, რომ საკუთარი უნიათობით ვერ ახერხებდით დაგემტკიცებინათ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისათვის ჩადენილი დანაშაულობები. გაკრიტიკებდით იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთს ვერ უსაბუთებდით მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს, თუმცა ყოველთვის ვიცოდით, რომ დასავლეთის წარმომადგენლები ამას თქვენგან არც არასოდეს მოითხოვდნენ, ვინაიდან არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მისცემს თავს უფლებას აუკრძალოს რომელიმე ხელისუფლებას დამნაშავის დასაბუთებული და სამართლიანი დასჯა, თუნდაც ეს იყოს ყოფილი მაღალჩინოსანი ან ყოფილი პრეზიდენტი. ხელისუფლების დღევანდელმა განცხადებამ დაადასტურა, რომ თურმე დასავლეთს ეს თქვენგან არც მოუთხოვია. რასთან გვაქვს საქმე? ესე იგი თქვენ გაურიგდით ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს, რომ დღემდე არ აღდგენილა სამართლიანობა და დღემდე არ უმტკიცებთ მათ ჩადენილ დანაშაულს? თუ ასეა, გამოდის, რომ თქვენ ხელისუფლებაში მოსვლისათვის იბრძოდით და არა ქვეყანაში ჩამოყალიბებული მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ. მოხვედით ხელისუფლებაში ქართველი ხალხის, ჩვენი შეუპოვარი ბრძოლის, დაღვრილი სისხლის და ცრემლის შედეგად და დაკმაყოფილდით იმით, რომ დაიკავეთ სავარძლები და სამართლიანობის აღდგენისთვის არ შეიწუხეთ თავი. თქვენ ყოველდღიურად აცოცხლებთ და პოლიტიკური მოუსავლეთიდან აბრუნებთ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც ახლა უკვე რევანშით ხელისუფლებაში მობრუნებით იმუქრება და მორალს უკითხავს საქართველოს მოსახლეობას. სააკაშვილი, რომელიც წლების მანძილზე ატერორებდა და აწამებდა ხალხს, 1 ოქტომბრის შემდეგ ბედავს და საკუთარი სახელობის ბიბლიოთეკას ხსნის. ეს ის სააკაშვილია, რომელიც მეხუთე კოლონაზე საუბრობს, თუმცა თავად შემოიყვანა რუსეთის ჯარი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში. რომ არა თქვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ის უკვე დიდი ხანია გასამართლებული უნდა იყოს კოდორის 2008 წლის აგვისტოს ომის ლაფანყურის მოვლენებთან, ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვასთან დაკავშირებით, იმ ფინანსურ მაქინაციებისათვის, რომლის წყალობით ქვეყნიდან გაიტანა მილიარდები და რომლითაც ქვეყანაში საკუთარი სიმბოლოების გახსნას აფინანსებს. სწორედ ქართული ოცნება არის პასუხისმგებელი, რომ ნაციონალური მოძრაობა ბედავს დაემუქროს საქართველოს მოსახლეობას ქართული მაიდნით. ქართული ოცნება არის პასუხისმგებელი იმაშიც, რომ დამნაშავენი განაგრძნობენ პოლიტიკურ მოღვაწეობას და პარპაშს, ხოლო მათ მიერ უდანაშაულოდ პოლიტიკური ნიშნით დევნილი, დაპატიმრებული, ნაწამები, დაყაჩაღებულ ხალხი დღემდე ვერ პოულობს სამართალს, მათ შორის თქვენი მონამორჩილიც. სამწუხაროდ, ქართულ ოცნებაში ნამდვილად არიან ძალები, რომლებიც გულშემატკივრობენ ნაციონალურ მოძრაობას. მას თვლიან პოლიტიკურ ორგანიზაციად და ღიად აცხადებენ, რომ პოლიტიკური ძალის გადარჩენა ქართული დემოკრატიის გადარჩენაა. და ბოლოს, გსურს კიდევ ერთხელ მივმართოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ არ შეეგუოს არსებულ საგანგაშო მდგომარეობას და ყველაფერი გააკეთოს ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებისათვის.